Sanktsiები ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვალს პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე მთელი მოსახლეობისთვის. ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ მიიღო რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ. დოკუმენტი ეყრდნობა ევროკომისიის შეფასებებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკის გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 2024 წლიდან დე-ფაქტო შეჩერებულია. ევროპარლამენტი ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ და გაყინონ მისი აქტივები. ასევე ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან. დოკუმენტი ასევე ითხოვს სანქციებს ქართული ოცნების ლიდერების, მოსამართლეებისა და პროკურორების მიმართ. ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის შემთხვევაში ევროპარლამენტი წევრ ქვეყნებს ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებისაკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს უნგრეთის სახელმთავრობას გააუქმოს ყოფილი პრემიერის ვიქტორ ორბანის მიერ დაწესებული ბლოკადა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისაგან. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას მიიღოს კოორდინირებული ევროკავშირის მასშტაბების შეზღუდვითი ღონისძიებები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, მაღალჩინოსნისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ. სანქციების სიის გაფართოების, სახელმწიფოს მიტაცებაში, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაში პასუხისმგებელ პირთა ქონების სრული გაყინვისა და სავიზო შეზღუდვების ჩათვლით. ევროპარლამენტარები დაჟინებით მოუწოდებენ ევროკავშირს დაუყოვნებლივ დააწესოს პირადი მიზანმიმართული სანქციები ქართული ოცნების დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, ხოლო ევროკავშირს მოუწოდებენ გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროპულ საბჭოში ამ საკითხში ერთსულოვნება ვერ იქნება მიღწეული, წევრმა სახელმწიფოებმა გამოიკვლიონ სხვა კოლექტიური მექანიზმები ეფექტიანი და ერთიანი ევროკავშირის პასუხის უზრუნველსაყოფად. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სერიოზული გაგრძელების ფონზე ევროპარლამენტარების სინანულით აღნიშნავენ, რომ ქართულმა ოცნებამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნეგატიური ტენდენციების უკუქცევისთვის. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების ქართულ ხელისუფლებასთან ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადადგამს თუ არა ხელისუფლება ხელშესახებ და გადამოწმებად ნაბიჯებს, დემოკრატიული რეგრესიის, რეპრესიების და რუსული სტილის ანტიევროკავშირული დეზინფორმაციის შეჩერების მიმართულებით. როგორც ანგარიში წერია, დოკუმენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც კვლავ მიისწრაფვის ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის. ამასთანავე მოხსენება ინარჩუნებს ევროპარლამენტის წინა პოზიციას საქართველოს პარლამენტის და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ. ანგარიშის თანახმად ევროპარლამენტი გმობს იმედისა და პოზიტივის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ სისტემური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებას და იწონებს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას დაეწესებინა ფინანსური სანქციები ამ ორი მაუწყებლისთვის. დოკუმენტში იმედთან და პოზიტივისთან ერთად ნახსენებია რუსთავი 2. ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი პირების დასანქცირებას. ევროპარლამენტარები, რომლებიც დიდი ხანია 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, გმობენ ქართული ოცნების მიერ სრული ავტოკრატიისაკენ გააქტიურებულ სვლას. ეს მოიცავს დაუსჯელობის სისტემის შექმნას პოლიტიკური რეპრესიებისთვის, პასუხისმგებელი მაღალჩინოსნებისა და ინსტიტუტებისთვის, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველების შევიწროებას, ოპოზიციური ფიგურების დევნას, ოპოზიციური ხმების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის და პლურალისტური საარჩევნო გარემოს განადგურებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ცენტრალიზებული კონტროლის დამყარებას, ასევე სამართალდამცველთა მხრიდან მომიტინგეებზე დაკავებულებსა და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს. ანგარიში ასევე არის მოწოდება ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები და აღნიშნავს, რომ ასეთი პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ქვეყნის ვალდებულებებთან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. დოკუმენტის თანახმად ქართულმა ოცნებამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. როგორც ანგარიშია ხაზგასმული, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც ქართული ოცნება სრულად იქნება პასუხისმგებელი. ევროპარლამენტი აღნიშნავს კომისიის წინადადებას შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც ქართული ოცნების რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგი. წუხს, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აგრძელვა შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო. აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობის
მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი ქართული ოცნება იქნება. ანგარიშში გამოხატულია შეშფოთება, რომ საქართველო მოქმედებს როგორც ტრანზიტული ქვეყანა რუსეთისთვის სანქცირებული და ორმაგი დანიშნულების საქონლის მისაწოდებლად. აღნიშნულია, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედებს რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 40,000-მდე კომპანია. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მიიღონ სასწრაფო და გადამწყვეტი ზომები რუსეთის მიერ ევროკავშირის სანქციების სისტემური გვერდის ავლის შესაჩერებლად. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს პორტების, ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურისა და ნავთობის გადამტვირთავი ობიექტები შეიძლება გამოიყენონ რუსული ნავთობპროდუქტების რეექსპორტის ან შერევის ხელშესაწყობად საერთაშორისო სანქციების რეჟიმების გვერდის ავლის მიზნით. დოკუმენტში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც არის საუბარი და ნათქვამია, რომ მისი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლო სტანდარტებს. ყოველწლიური ანგარიში, რომელზეც ევროპარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატის სახელმწიფოების შესახებ. ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს პროგრეს კომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე და მიიღებს რეზოლუციას, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს შესახებ.